სადგურის მოედანზე საცხოვრებელ კორპუსში ნგრევას მსხვერპლი მოყვა. მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი ცხედარი ამოიყვანეს. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა გეკა გელაძემ, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა. გელაძის თქმით, კლინიკაშია გადაყვანილი კიდევ ერთი ადამიანი. გამოძიება მომხდარზე 240 მუხლით დაიწყო. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება, არსებული ინფორმაციით ეძებენ კიდევ 3 ადამიანს. თბილისის მერია ადასტურებს, რომ სადგურის მოედანზე ჩამონგრეული შენობა ავარიული იყო, თუმცა ამბობს, რომ ის რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა. კახა კალაძის თქმით, მოსახლეობასთან ვერ მოხერხდა შეთანხმება, რომ საცხოვრებელი დაეტოვებინათ და მისი ახლით ჩანაცვლება მომხდარიყო. ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს. მე რუსეთით კმაყოფილი არ ვარ, იქნება მკაცრი 100%-იანი ტარიფები თუ რუსეთთან შეთანხმება 50 დღეში არ იქნება მიღწეული, განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ამერიკა უკრაინას 17 ერთეულ პატრიოტის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემას გაუგზავნის, რომელთა ღირებულებასაც ევროპა დაფარავს. პირველი სისტემები კიევს უახლოეს მომავალში გადაეცემა. უკრაინა იგრძნობს, რომ გაძლიერდა, აღნიშნა ტრამპმა. ამერიკის შეერთებული შტატები სომხეთსა და აზერბაიჯანს ზანგეზურის დერეფნის მართვას თავაზობს. ეს განცხადება თურქეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ტომ ბარაკმა გააკეთა. დიპლომატის ცნობით, შტატებისგან შეთავაზება ორ კავკასიურ ქვეყანას შორის შეფერხებული დიპლომატიური მოლაპარაკებების წინ წაწევას ემსახურება.